გამარჯობათ მეგობრებო. დღეს სტუმრად ყავს ბატონი ლევან მამალაძე. ბატონ ლევან, მოგესალმები. მოხარული ვარ რომ გესტუმრე. პირველი რაც მინდა გკითხოთ ბატონო ლევან, რომ რასაც თქვენ აკეთებთ, აი თქვენი პროექტი, რასაც თქვენ უკეთესად განმარტავთ. როცა კონფერენც კოლები გაქვთ, საკმაოდ დიდი აქტივობა, ძალიან მნიშვნელოვან თემებს ეხებით. დემოგრაფია არის მე ესე ვთვლი და ყველა სამოაზროვნე ადამიანმა ასე შეაფასა, რომ საქართველოს გადარჩენის რეალური პროგრამა. გასვლები რეგიონში და ასე შემდეგ. და ბევრმა მომწერა და სურდა რომ გავაჟღერო მათი ორი ძირითადი მესიჯი. კითხვები ბევრი იყო, მაგრამ ესე იგი შევაჯამებ. დავზიპე როგორც თანამედროვე ენაზე იტყვიან და პირველი ეს არის ქალბატონი თეა წულუკიანის გამოსვლა იყო რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ეთერში და ფაქტობრივად მან თქვა, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა ჩვენი არის იმ დონემდე, რომ ეს არის საგანგაშო ვითარება. და აქედან 10ჯერ და ალბათ 100ჯერ უფრო მნიშვნელოვანია ის პროექტი, რასაც თქვენ ხელმძღვანელობთ და მაინტერესებს შემდეგი რა. მაინტერესებს ის, რომ 2012 წლიდან ბევრი რამ გაკეთდა. თავად ივანიშვილს ჰქონდა უამრავი პროექტი, იყო პირდაპირ დახმარება ოჯახებზე, იქ მეწყერებზე რაღაცები უამრავი თანხები გაიღო რაღაცა, მაგრამ დემოგრაფია ესე ცალკე გამოყოფილი, რომ კრიზისი თურმე არის, იყო მოარული ხმები, ამას არც ოფიციოზი ლაპარაკობდა და 1-2 ანალიტიკოსი ამბობდა, რომ კრიტიკულ ზღვაზე ვართ. მერე იყო ეს ავაცახსენებული არაბული ქალაქები და იქ დემოგრაფიაზე იყო აქცენტი გაკეთებული, რომ ვის ვასახლებ, როცა ჩვენ აღარ ვარ და აი დადგა ჟამი და ამას წინათ ქალბატონმა თეამ გააკეთა ეს განცხადება. და ეხლა მაინტერესებს ბატონო ლევან, თქვენი აზრი, რომ ეს თქვენი ინიციატივა რამდენად იყო კატალიზატორი იმისა, რომ უბრალოდ ხელისუფლება ამ თემაზე დაიწყო ხმამაღლა საუბარი და ზუსტად ამ კრიტიკული ფორმით. ბრძანეთ, რას ფიქრობთ თქვენ ამაზე და რა ხედვები გაქვთ? ჩვენ რამდენიმე ეტაპად დავყავით, მინდა გითხრათ უკვე 6 თვეზე მეტია ჩვენ ამაზე მუშაობთ. ჩავატარეთ 18 ონლაინ კონფერენცია და ისევ სამუშაო შეხვედრები და გავიარეთ ძალიან საინტერესო ეტაპები მინდა გითხრათ. პირველი იყო, რომ საფუძვლიანად შეგვესწავლა არსებული მდგომარეობა. ანუ გაარკვეულიყავით რა მდგომარეობაში ვართ, არა მოგონილი რაღაცა ციფრები თუ სწორი თუ არასწორი, საფუძვლად დაგვეღო ოფიციალური ციფრები, რადგან საქსტატი აქვეყნებს და შეგვესწავლა ანალიზი გაგვეკეთებინა. ეს ერთი, მეორე შემდგომ გაგვეკეთებინა ამ დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში სად მივიდოდა საქართველო, ანუ საითკენ მიდის ეს პროცესი და რა საფრთხეებს გვიყენებს წინ. ესეც გავაკეთეთ, აქ საკმაოდ სერიოზული გათვლები იყო, მეთოდიკაც კი იქნა შემუშავებული ჩვენი პროფესორების მხრიდან, მათემატიკოსების, მაგალითად ურამ ჩაჩანიძე პროფესორი, მათემატიკური, ლოგიკური მეთოდი შეიმუშავა ბატონმა გურამა და ეს გავავრცელეთ ყველა მეთოდის გამოყენებისას და შემუშავებისას. ეს იყო და შემდგომ მესამე ეტაპი იყო უკვე ანალიზი, პროგნოზი, სცენარების გათვლა და რა არის გასაკეთებელი. ესე იგი, მარტო თეორიაში რო არ ყოფილა, ანუ კონკრეტული ღონისძიებები რა უნდა მოყოლო და ამას. ეხლა აი რაც მე გითხარით, მოგიყვებით ესე იგი რა შეიცავს ეხლა ეს ყველაფერი რა. ესე იგი, უყურეთ, თუ კი ავიღებთ ჩვენ არსებულ დინამიკას, რა სიტუაცია გაგვაჩნია, დღეს საქართველოში არის 3.700.000 მოსახლეობა, თუ შევადარებთ წინა წლებს, 90-იანი წლების დასაწყის, როცა ვიყავით, ესე იგი 5.400.000, ვარდნა გვაქვს კატასტროფული გადინება, კატასტროფული 1.780.000 ადამიანი საქართველოდან არის გასული, 1.540.000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, თქვენთან ერთად აი იგივე ამერიკაში ვინ ცხოვრობს, ეს ამ ციფრებში არის ყველა ადამიანი შეყვანილი, ეს ოფიციალური ციფრებია. დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ ესე იგი კატასტროფული ვარდნა გვაქვს შობადობის შემცირებასთან დაკავშირებით, 95.000 შობადობა, რომელიც იყო ბავშვის გაჩენა 90-იანი წლების დასაწყისში, ეხლა ეს დაეცა 40.000 ცოტათი აღემატება, 10-ჯელა გვაქვს ვარდნა, 10-ჯერ მეტად დააგვირდით ამას და უკვე კარგა ხანია, 10-ეული წლები არის, რომ შობადობა უფრო ბევრად ნაკლებია, ვიდრე გარდაცვლილთა რაოდენობა.
ყოველ წელს, აი ხა ბოლო წლები რო ავიღოთ, 6000 აჭარბებს მინუსი. ანუ ერთი დაბა რო აიღოთ, ხო, ერთი დასახლება, ყოველ წელს ერთი დასახლება გვაკლდება დაბის სახით, პატარა სოფელი კი არა. 6000-ზე მეტი წარმოიდგინეთ ადამიანი. აი ეს აქვს კატასტროფული სიტუაცია. ამაში კიდევ მოიაზრება ის, რომ შრომის უნარიანი რეპროდუქციული ასაკის მქონე ახალგაზრდები ტოვებენ საქართველოს. ანუ მათ ვისაც შეუძლია ოჯახის შექმნას და გამრავლდეს. და ქალზე გაანგარიშებით, ეხლა გეუბნები დემოგრაფიულ ციფრს, თუ კი 23 წელი იყო ქალის გათხოვების საშუალო ასაკი, დღეს 32 წელია. ადჯერ გაიზარდა ეს. წარმოადგინეთ როგორ რეპროდუქციული ასაკის შემცირდა შობადობა ყველა მაჩვენებლებში გვაქვს კატასტროფული ვარდნა. აი ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ესე იგი, თუ კი ავიღებთ პროგნოზს, ეხლა ბევრი ციფრი შემიძლია მე მოვიყვანო, მაგრამ რო წარმოვიდგინოთ, თქვათ მოდელირება, რომელიც ჩვენ მათემატიკური ლოგიკური მექანიზმების მეთოდის გამოყენებით, სხვათა შორის იგივე ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა მოედნების გამოყენებით ვამოწმებთ მაინც მასიური, თქვათ იგივე არის საშუალება, როცა შეიძლება 100 ასისტენტის მეშვეობით გავაკეთოთ საფუძვლიანი, ესე იგი პროგნოზის მოდელირება, რა შედეგება დაგვიდგეს ამ დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში. ესე იგი 8-10 წლის შემდეგ, აი გეუბნებით რა პროგნოზია, არსებული დინამიკა, რამე მოგონილია, აი რაც ციფრები გითხარით, იმის შენარჩუნების შემთხვევაში, ხო, ამ როცა ერის გადაბერება, გადინება და ციფრები გითხარით, სოფლების დაცარიელება, აი გამოგჩა მინდა დავამატო, 252 სოფელი სრულად დაცლილია დღეს, რომ იცოდეთ. რეგიონის აქვს მნიშვნელობა თუ ჯამურად არის აღებული? შემოდინება რეგიონულად არის თუ ჯამურად არის აღებული, მაგრამ ხო, ქართკახეთზე უფრო მეტად არის დაცლა, რაჭა ტრადიციულად იცვლება. ჯამურად. მაგალითად, გეტყვი, ყველაზე დიდი დაცლა არის მთიან ზონაში, ანუ ეს არის მთლად კავკასიის, ესე იგი, მთების გაყოლებაზე. ეხლა მესტიის რაიონს ეს ნაკლებად ეხება, იქ ტურიზმმა ცოტა გამოამჯობესა სიტუაცია, მაგრამ ლენტეხი, ცამბროლაური, ონის რაიონი, მთიანი ზონა, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვეთის იცლება. ფაქტიურად დაცლილი ხევსურეთი, მთიულეთის დიდი ნაწილი, თუშეთი ფაქტიურად დაცლილია მთიანი ზონა, შეიძლება დაცარიელებული სოფლებია რამდენიმეს გარდა და მაღალი პროცენტი დაცლის არის ჯავახეთში, განსაკუთრებით ნინოწმინდა ახალქალაქის რაიონებში და საზღვრისპირა ტერიტორიებზე გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა სოფლების დაცლისა. ყველგან პრობლემა გვაქვს, მაგრამ საზღვრისპირა ტერიტორიებში ბევრად მეტია ეს პრობლემა. აი რომ თუ კი დაცლად ეს დღევანდელი მონაცემებით. ანუ პროგნოზის მიხედვით თუ კი ავიღებ ჩვენ პროგნოზის ესე იგი გაანგარიშებას, რაც მე გითხარით, ძალიან საფუძვლიანად გვაკეთებული, 8-10 წლის განმავლობაში საქართველოს შედის დემოგრაფიულ კოლაფსში. კოლაფსი რას ნიშნავს? როცა ეს ყველაფერი ესე იგი ჩამოიშლება და თვით აღდგენის უნარის დაკარგვის პროცესში შევალთ. დააკვირდეთ ამ სიტყვებს, მე ყველანაირი გადაჭარბების გარეშე ვიძახი. ესე იგი შედეგები რა დაგვიდგება 2036 წლიდან 2050 წლამდე, ანუ 10 წლის მიახლოებით ვადაში შევდივართ ამ საშინელ ვარდნაში, ფაქტიურად კატასტროფულ მდგომარეობაში და შედეგები არის შემდეგი: მოსახლეობა დავა 2.600.000-მდე, აი ამ დინამიკის, დღევანდელი დინამიკის შენარჩუნების პირობებში. ესე იგი, ნაყოფიერების კოეფიციენტი დავა, ესე იგი 1.4-მდე. ეს ნიშნავს რას? ნაყოფიერების კოეფიციენტი, როცა ფაქტიურად გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად გადაჭარბებული იქნება, ორჯერ მეტი იქნება გარდაცვლილთა რაოდენობა, ვიდრე თქვათ დაბადებულთა რაოდენობა და კოეფიციენტი 1.4-ია, როცა სტანდარტი, ანუ 0 გაჩერებული დემოგრაფიული ზიგზაგები, მხოლოდ შეიძლება 2.1 იყოს კოეფიციენტი. და ჩვენ გვექნება 1.4. აი 1.4, 1.5-მდე. ეს კატასტროფული მაჩვენებელია. ესა კიდევ ესე იგი შემადგენლობა ჩვენი სოციუმის როგორი იქნება. ყოველი მესამე იქნება 65 წელს გადაცილებული. ეს რას ნიშნავს? გადაბერებული ერი. ამას ვერც ეკონომიკა, ვერც ბიუჯეტი ვერ გაუძლებს, საერთოდ ეკონომიკური სტრუქტურა ჩამოიშლება. ამას მოყვება ერის ჩანაცვლება.
როცა ყოველი მეოთხე ამ პროგნოზით უცხოელი იქნება. ჩანაცვლებული იქნება. საქართველოში იქნება თავკომბალები თბილისისა და ბათუმის სახით, კიდევ შეიძლება რამდენიმე, სადაც კონცენტრირებული იქნება 2/3 მოსახლეობისა. დღეს ნახევარი არის კონცენტრირებული. დააკვირდით როგორი მონაცემებია და დაცარიელება მიასწრებს ტერიტორიების დაცარიელება მიასწრებს კატასტროფულ მაჩვენებლებს. 70% საქართველოს ტერიტორიების სოფლებისა იქნება სრულიად ცარიელი. აი მე ხედავთ როგორი ციფრები გვაქვს და აქედან გამომდინარე საზღვრისპირა ტერიტორიების დაკარგვის მაჩვენებელი იქნება ძალიან მაღალი და სულ ამას ვიძახი მაღალ კონცენტრირებული ქვეყნები რომელიც ჩვენ გარშემო გვაკრავს ეს ყველაფერი უომრად ყველაფრის გარეშე მთელი ამდენი ისტორია რო გვაქვს დაკარგვის გამოვლილი შეიძლება აღმოჩნდეს უკვე სხვა ეთნიკური ჯგუფების ხელში აი ეს არის ჩვენი რეალური შედეგი რუქაც კი გავაკეთეთ მე მოგაზრდით თუ გნებავთ როგორი საზღვრებში შეიძლება მოექცეს ჩვენი ქვეყანა. ეხლა როცა ამას ჩვენ საუბრობთ ხო და ამას ვიძახით ეს კიდევ ერთხელ ვამბობ არც ერთი ციფრი რაღაცა ჩვენი არ არის ეს ყველაფერი ოფიციალური მონაცემებია და იქიდან ამაზე დაყრდნობილი გაკეთებული მოდელირებული პროგნოზები. როცა ჩვენ ამბობთ რა თქმა უნდა ვერც ერთი ადამიანი ვისაც თავისი სამშობლო უყვარს ამის მიღმა ვერ დარჩება გამორიცხული არის და იგივე როცა თქვენ ბრძანებთ რომ ქალბატონი თეა წულუკიანი გამოვიდა და ამაზე თქვა სწორედ თქვა და ჩვენი ამოცანა სწორედ ის იყო რომ ყველას ამაზე საუბარი დაეწყო როცა ამას ვიძახით ყველგან გამოვდივარ ტელევიზია გვაქვს საშუალება გვაქვს ყველგან ამას ვაფიქსირებთ და ვამბობთ და აქ ეხლა როცა ჩვენ მარტო საუბარზე არ არის ხო უკვე ყველამ დაიწყო ამაზე ყურადღების მიქცევა იგივე ექსპერტები გამოდიან სხვა და თქვენთანაც გამოდიან უკვე საერთოდ რო დემოგრაფიას არ ეხებოდა ყველა ამბობს ეხლა რაღაც დებატები ტარდება ტელევიზიებით იქ გინდა ეს ოპოზიცია თუ სხვადასხვა ჯგუფები ისინიც ვერ უქცევენ გვერდ საერთოდ სიტყვას ხო არ ამბობდნენ ამაზე ისინიც ამბობენ ხელისუფლებაც იწყებს უკვე ამაზე საუბარს და ამას როცა ვაკეთებ ჩვენ ამ შედეგს ამ პირველ ეტაპს მივახციეთ რომ ეს გამხდარიყო და უფრო ყურის მომჭრელი გახდება დემოგრაფიაზე ზრუნვა ყველა ადამიანის მხრიდან აქ არ არის პოლიტიკა ამაში პოლიტიკას არავინ არ ძებს და ჩვენ პირდაპირ ვაცხადებ და აქაც მინდა გითხრათ გამორიცხული ამ თემის ორგანიზებაში და მოგვარებაში რამე პოლიტიკური ასპექტი ჩაიდოს ეს არის ძალიან დიდი დანაშაული იქნება პირდაპირ და ამის გაკეთება არ შეიძლება ვინც რა ფრონტზე არ უნდა იყოს ვინ ვის დავალებასაც არ უნდა ასრულებდეს ეს უნდა იყოს ნომერ პირველი ამოცანა რომელიც შეიძლება ერის გაერთიანების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორათაც ვაქციოთ რა ეხლა უყურეთ როცა ვამბობთ ამ თემებზე ხო ეხლა ყველა იტყვის აი რას აკეთებს სახელმწიფო რა უნდა გაკეთდეს დღესდღეობით ხო რაც კეთდება ვინაიდან სახელმწიფოში 10 წლეულობის განმავლობაში პრიორიტეტად არ იყო ქცეული ტიპის ქვეყნისთვის ისტორიასაც ძალიან მოკლედ შევეხები ეხლა რომ დავიწყოთ როდის გაძლიერდა ქვეყანა ხო სანამ დავით აღმაშენებელმა არ ჩამოასახლა ყიფჩაკები ჩვენ იმის უნარიც კი არ ქონდა სახელმწიფოს რომ გარნიზონები ანუ ეს შეიარაღებული ჯგუფები მეციხოვნეებად შეეყვანა ამის საშუალებაც არ ქონდა რა უნდა გაეკეთებინა სხვა ეთნოსი შემოიყვანა მან იმიტომ რომ ადგილობრივი საშუალებები არ იძლეოდა ამის გაკეთების მექანიზმს არ ქმნიდა და ვერ აკეთებდა ამხელა დემოგრაფიული ნაბიჯი და აგინებდნენ სხვა ისტორიულად რომ შეხედოთ სულ გინებას წერდნენ და ეკლესიის წარმომადგენლებიც ეს ვინ შემოიყვანეს ურჯულოები და ასე შემდეგ მაგრამ ამით მან გააჯანსახა სახელმწიფოს სიძლიერე შექმნა ჩვენ ეხლა ამის წყარო არ აგვაქვს ესეთ რამეს ვერ გავაკეთებთ უნდა შემოიყვანოთ პირიქით ამან შეიძლება ერის გაქრობა დააჩქაროს ამიტომ ჩვენ როცა ვიწყებდით ამაზე ზრუნვას ხო ასევე ვაანალიზებდით რა პრაქტიკა იყო და ეხლა რამდენიმეს გეტყვით პრაქტიკას საბჭოთა პერიოდი უნდა გავიხსენოთ საბჭოთა პერიოდში დემოგრაფიული გადასახლებები, შიდა გადასახლებები კეთდებოდა სამუშაო რესურსების შექმნის თვალსაზრისით და 30-იან წლებში სტალინის დროს ძალიან ბევრი იგივე თუშეთიდან, ხევსურეთიდან, გუდამაყრიდან, ასევე რაჭიდანაც დაიწყო ეს პროცესი და სამუშაო რესურსების შევსების კუთხით აკეთებდნენ კახეთში ჩაასახლეს სხვა რეგიონებში თუ გაცნობთ, ხო? შემდგომ ამას მოყვა 70-იანი წლების ბოლოს 80-იანების დასაწყისში კიდევ უკვე შევარდნაძის პერიოდში
პერიოდში აქ უკვე უფრო ეროვნული ნიშანი იყო დემოგრაფიულ თქვათ შიდა მიგრაციების ბალანსის დაბალანსების დროს. აი უნდა ითქვას ესეც. ამას დაემატა რატო? იგივე რაჭიდან, სვანეთიდან ჩამოსახლებული მოსახლეობა და მთიანეთიდან, ხო? თეთრი წყაროში, სადაც ქართველების ძალიან ცოტა პროცენტი იყო, მარნეულში, ბოლნისში, დმანისში, გარდაბანში, ძირითადად ქვემო ქართლს ეხებოდა, იქ მოხდა ჩასახლებები. ეს აი საბჭოთა პერიოდში მაშინ შევარნაძის ხელმძღვანელობის დროს იქ რაიკომის დივნებიც იყო ჩვენ ახლა ამას ვიხსენეთ ამ ხალხს მადლობა უნდა უთხრათ წვლილი შეიტანეს არ შეიძლება ჩვენ რაღაც პოლიტიკურ ეპოქებს ვექიშპოთ და ვებრძოლოთ ხალხს მადლობა უნდა უთხრათ საბჭოთა პერიოდშიც ეს დემოგრაფიული მომენტები გათვალისწინება შეძლეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია სახლები აუშენეს და ის ხალხი ცხოვრობს დღეს იქ ჩვენ ვიცით და კონტაქტში ვართ მათთან შემდგომ აი გიყვებით თუ რა ნაბიჯები იყო შემდგომ არაფერი არ კეთებოდა ანუ როცა დამოუკიდებლობის გამოცხადების პროცესში ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ასევე ამას როგორც მადლობის ფორმით უნდა აღვნიშნოთ ეს იყო მერაბ კოსტავას საადგილმამულო ფონდის შექმნა მერაბ კოსტავას ინიციატივით იყო ვაჟა ადამია ბატონი ვაჟა ხელმძღვანელობს დღესაც ამ ფონდს და მაშინ ჯერ კიდე საბჭოთა პერიოდის მიწურული იყო და ყველა ქარხანა საწარმო ფულს დებდა ამ ფონდში და ყიდულობდნენ მიწებს და სახლებს ამის საფუძველზე ბოლნისის რაიონის გაქართულება მოხდა უიცოდეთ ეს აი ბოლნისი მაგალითად მოყავდა ეხლა არ მინდა ჩაუღრმავდე დეტალებს იქ იყო რაღაცა მომენტებიც იქ ცალკე თემა ყველა შემთხვევაში მოხდა ასევე იგივე ჯავახეთში დიდი რაოდენობა დუხაბორები რო წავიდნენ რუსული წარმომავლობის ეთნიკური ჯგუფი იყო ცოტა განსხვავებული რელიგიით ძველი რელიგიის არავერებს ეძახდნენ მაგათ და მაგენი რომ მიდიოდნენ მერაბ კოსტავას საზოგადოებამ შეისყიდა სახლების და საკარმიდამოების და გარკვეულად შეეცადა ჩასახლების პროცესი გაეკეთა. მაშინ მათ სხვაგანაც შეიძლება აფხაზეთშიც აქვს შეძენილი სხვათა შორის აი ესეთი მიწები. ასე რომ ეს იყო გარკვეული საშუალება და ზოგიერთ რაიონში ამან შედეგი გამოიღო. ამის შემდეგ რაიმე დემოგრაფიული ღონისძიება საერთოდ არ გატარებულა ერთი შემთხვევის გარდა, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, მე ვიყავი მაგის ინიციატორი, ეს იყო წალკის რაიონი. რატო ყვები ამას ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს. წალკაში როგორი შედეგი ჰქონდა, იცით? საერთოდ ქართველი არც ორი ოჯახი ცხოვრობდა წალკის რაიონულ ცენტრში, ქართული. დანარჩენი იყო თითქმის 60%-ზე მეტი ბერძნები 30% მიახლოებით იყო ესე იგი სომხები და გარკვეული ნაწილი ესე 10%-ის ფარგლებში იყო აზერბაიჯანული მოსახლეობა, თურქულები. ესე იგი ჩვენ რა გქონდა, როცა მასიური მიგრაცია დაიწყო ბერძნების დაბრუნება ელადაზე საბერძნეთში, ხო? ფაქტიურად მასიურად ტოვებდნენ, მაშინ გაჭირვება მქონდა ჩვენ 90-იანი წლების დასაწყისში განსაკუთრებით, მასიურად ტოვებდნენ და ჩვენ უყურებდით რა შედეგს, რომ იქედან სხვა ეთნოსი, მეზობელი ეთნოსი ინაცვლებდა და ფაქტიურად ექსპანსიის ხასიათს ღებულობდა. ანუ როგორც ვთქვათ, ნინოწმინდაში და ახალქალაქში გვაქვს იგივე შედეგი დაგვიდგებოდა ჩვენ წალკის რაიონში. როცა ამას უყურებდით, ჩვენ ვინმეს წინააღმდეგეთ კი არ მოქმედებდით, ჩვენ მოქმედებდით ჩვენი ეროვნული ინტერესების ჩარჩოებში და არც პროგრამა იყო, არც არანაირი დახმარება. ჩვენით აი კიდევ ხანდახან სასწაულს ვამბობ ხოლმე, სასწაულად შეიძლება ჩაითვალა, როგორ შევძელით მაშინ იმ პერიოდში, რომ აი ეს თქვათ, დემოგრაფიული პროექტი გაგვეხორციელებინა წალკის გაქართულებასთან დაკავშირებით რა. მაშინ დაემთხვა რამდენიმე ფაქტორი, აჭარაში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა იყო, იქ გორჯომის ხეობაში, რამდენიმე ხეობაში ჩამოწვა ეს ზვავები და მეწყერები იყო და მოსახლეობა უსახკაროდ რჩებოდა. და აი როცა ეს მომენტები იყო, ჩვენი ინიციატივით, ყველაფრის გარეშე ამ ხალხს მოვკიდეთ ხელი ჩამოვასახლეთ, ესე იგი წალკის რაიონში. მე რამდენჯერმე გადავხრინდით სალონიკში შევხვდი წალკელ ბერძნების საზოგადოებებს და პირდაპირ ესე ვეუბნებოდი, არა გვაქვს ფული, არა გვაქვს საშუალება, თქვენი სახლები იძარცვება, სხვები იკავებენ, ჩვენ ხალხს შევასახლებთ, იმ მომენტით თუ თქვენ თუ დაბრუნდებით, იმ თვეში გითავისუფლდეთ, გარანტიას გაძლევთ. და ეტაპობრივად ამ სახლებს გამოვისყიდით, აი ეტაპობრივად. ეს იყო და იქ რთული მოლაპარაკებები ჰქონდა, მაგრამ ჩვენ გავრისკეთ და ხალხი ჩავასახლეთ, მე ამას დაემატა სვანეთის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა და დღეს მინდა გითხრათ, რომ წალკის რაიონი ქართული რაიონია. ეს გაკეთდა აი ამ პირობებში და
რა ნიუანსებია, რამდგომა პირველი ქართული სკოლა როგორ გაიხსნა, ხიდები როგორ აშენდა, მასწავლებლები როგორ მივიყვანეთ, ეკლესიები გაიხსნა ყველა სოფელში, ძველი სალოცავებია გავხსენით, მამაბობი შევიდა და დავდივდი და ნათლავდი დაჭარიდან ჩამოსახლებულ ბავშვებს, ნათლავდი პირადად მე, რამდენიმე ათეული მონათლული მყავს, ესე იგი იმ რაიონში. ამას რატო ვყვები, იცით? ყველა ნიუანს ვითვალისწინებდით და ისე ვკეთდებოდა ეს, რომ არ თბილისში არაფერი უგრძნიათ, არანაირი ეთნიკური დაპირისპირება არ ყოფილა, ყველა მომენტი იყო და გათვლილი, რომ იქ რაიმე შედეგზე არ გავსულიყავით, რაც გაამწოვებდა სიტუაციას. და ამან მოგვიყვანა დღემდე. მერე სააკაშვილის დროს საერთოდ მიატოვეს ეს ხალხი წალკის მოსახლეობა, მაგრამ მე მადლობა უნდა მათ უთხრა, რომ არ მიატოვეს წალკა და დარჩნენ და მთავარი რა იყო, რომ იქ მიცემის ფაქტმა დაამაგრა ეს ხალხი. იმიტომ რომ იქ არის ეს არის თრიალეთის ფერდობი, ფაქტიურად იქ არის ალპური ზონა და მეცხოველების განვითარებისთვის ძალიან კარგი პირობები არის. მაგრამ ეს პროცესები არ მოხერხდა მაგალითად იგივე ჯავახეთში. და ჯავახეთში დღეს ჩასახლებული იყო მიგრანტები დაჭარიდან, ვინც იყო ჩასახლებული, უკუმიგრაცია არის მაქსიმალურ დონეზე. ვინც კი ჩასახდა მერაბ კოსტავას ხელის შეწყობით, ვინაიდან არანაირი დახმარება მათ არ ქონიათ, მიწაც კი ვერ მიიღეს, ის ხალხი იძულებული გახდა უკან წასული. დააკვირდით რა ხდება ჯავახეთში და ციფრები მე გითხარი, ჯავახეთი ყველაზე მეტად მოწყვლადი არის დაცლისა და ამ ჩანაცვლების გამო. სომხებიც კი წავიდნენ იქედან, საერთოდ მაქსიმალური დეპოპულაცია გვაქვს ჩვენ ჯავახეთში. ამიტომ ყვები. ჩვენ ახლა მე შემიძლია ყველა ციფრზე გელაპარაკოთ, ისე სიღრმისეულად და პროფესიონალურად გვაქვს თემები ჩვენ შესწავლილი. ამიტომ ამას რატო ყვები, იცით? ესე იგი, ჩვენ როცა ამას ვაანალიზებდით, ხო? ეს მიმართულებები რამდენიმე ნაწილად დავყავით. პირველი ეს ნაწილი არის სუფთა დემოგრაფიული მაჩვენებლების გამოსწორება. მე გადავდივარ ახლა იმაზე, რა არის გასაკეთებელი. ახლა შეიძლება ბევრი ვიწუწუნოთ, თქვათ, რა გვეშველება, ცუდად გვაქვს საქმე, მაგრამ თუ არ ვიმოქმედეთ, ცუდად კი არა, საერთოდ წავიშლებთ, გავყრება ჩვენი ქვეყანა. ქართველი თუ არ იქნება საქართველოში, რა გვინდა მაშინ რამე? ანუ ვის რა თუნდა, ახლა ცოტა ემოციურ რაღაცას ვის რა თუნდა, გინდა ამერიკა, გინდა ევროპა, გინდა ფული, ქონება, ყველაფერი ბავშვებს სასწავლებლად აგზავნიან, აღარ ჩამოდიან. აქ თუ აღარ ვიცხოვრა, ქართველმა კაცმა რამე რა გინდათ საერთოდ. ჩემ თავსაც ვეუბნები და ყველა სათქმელად ვამბობ რა. აი ესე ყველამ თავის თავს კითხვა უნდა დაუსვას. ჩვენ ცოტა ხშირად ეხა საწყენად მიიღებენ და ჩემთვისაც ესია, ჩემი ქალიშვილი ხა ამერიკაში რო ცხოვრობს, უკრაინიდან სკოლა და რო წავიდა პროგრამაში გაიმარჯვა, ხო? წავიდა და იქ დარჩა და სკოლა იქ დაამთავრა. და რომ მოიდი იქ გაიზარდა ფაქტიურად. და ეხა მისი უკან დაბრუნება ძალიან მიჭირს, ეხა ბიჭები ჩამოვიყვნენ და არც არავინ აქედან არ წავა. და რატო არის ეს იცით? აი არავინ არ იწყინოს ჩემ თავზეც ვიცი, ცოტა ეს ჩვენ რაღაცა გოიმური ისა გვაქვს რა, განცდა, რომ ვინმე საზღვარგარე თუ გაუშვით, ესე თავი იმასა ქუდში აქვს რა და თითქოს იქ რაღაც სასწრაფო კი პირობები შეიძლება უკეთესი იყოს, მაგრამ დღეს შენ თუ რამის გაკეთება გინდა ინფორმაციული მიმოწვლა ისეთია, რომ ამის საჭიროება აღარ არის. ამას ვამბობ აი გულისკენით რა ის უნდა აი ბავშვი თუ საზღვარგარეთ გავა მისია შევა ვერ არანაირი მისია ეს არ არის. აი ამ გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, ხო? არ არის და რა ვიცი, მე ყველაფერს ვაკეთებ და მე მგონი მივახსევ იმას, რომ ჩემი ერთადერთი ქალიშვილი რომელიც ეხლა ტეხასში ცხოვრობს, ისიც რომ დავაბრუნოთ რა. და მე მგონი ესე უნდა მივუდგეთ. ეს კარგი რომ ტეხასში ცხოვრობს და არა ნიუ-იორკში. ხო, არა, იქ ტრადიციულად სხვანაირი განძვის ვიცი, როგორც არის. ნაყოფი ვარ იქ მეც ვიცხოვრე ცოტა ხანი მომიწია დევნილობაში. ეხლა რატო ვამბობ ამას, იცით? ბოდიში რა ეს გადახვევა იყო ეს ცოტა რაღაც. არა, ძალიან კარგი, ჩვენ შეზღუდვა არა გვაქვს და ზუსტად იმიტომ საუბრობთ, რომ თქვენ უკეთეთ ყველაფერი. ხო, უყოლეთ ესე იგი ჩვენ როგორ დავყავით? ესე იგი რა შეიძლება გაკეთდეს? პირველი ერთი ნაწილი, უმთავრესი ნაწილი ეს არის დემოგრაფიული ინდიკატორების გამოსწორების გზები. ანუ როგორ დავეხმაროთ ჩვენ უნდა თქვათ ახალგაზრდებს ოჯახი რო შექმნან, რა დახმარება უნდა ქონდეს, როგორი პირობები უნდა შეუქმნათ მას, რომ იგივე საცხოვრებელი ადგილი იპოვონ და იყოს შეღავათიანი იპოთეკური, ესე იგი სოციალური იპოთეკის მექანიზმები, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ასევე ბავშვის შეძენაზე მოტივირება, რომ ოჯახს რო შექმნი, ბავშვი გააჩინო უნდა და სახელმწიფო დახმარებები რამდენი უნდა გაუკეთოს სახელმწიფომ ერთ ბავშვზე, მეორეზე, მესამეზე, იმიტომ რომ თუ გახსოვთ ახლა ჩვენი პატრიარქის ცხონებული ზილია მეორეს მიდგომა იყო, რომ ყოველი მესამე ბავშვი.
ჩვენთან ისეთ მდგომარეობა გაქვს, რომ მე 3 შვილიანი კი არ არის მრავალშვილიანი, 4 შვილიანია და 4 შვილიანების რაოდენობა საქართველოში იმდენად მცირეა და იმათაც ვერ ეხმარება სახელმწიფო. წარმოიდგინეთ, რამდენი რამეა აქ შესაძლებელი, რომ 3 შვილიანზე უნდა გადავიყვანო და აქვე ვიტყვი სხვათა შორის ეკლესიის დიდ დატვირთვას ჩვენი ესე იგი პატრიარქი შიო მესამე არის საკმაოდ აქტიური ადამიანი. თიბოდიში რომ არ დამიჯდეს ეს. დავასწოროთ, თუ დამიჯდა ახლა კომპიუტერი. ასე. ხო, აი, თუ ის არის. ხო, ესე იგი მესამეს განცხადება რო იყო პირველი განცხადება მან გააკეთა დემოგრაფიაზე, გააკეთა იქ აბორტების თემაზე, ბევრი ნიუანსია და აი ეს ეკლესია აგრძელებს, ეს ძალიან დიდი საქმე არის, მინდა გითხრა და ჩვენ ახლა ისევა გაკეთებული, რომ ჩვენს პატრიარქს მთელი პაკეტი გაუგზავნეთ და მასთან გვექნება კონსულტაციები, რომ ეკლესიის ჩართულობა იყოს მაქსიმალური და ანუ რა უნდა გააკეთოს ეკლესია, როგორ შეიძლება ამის რეალიზება ჩვენ ეს მომზადებული მივაწოდეთ, რო იცოდეთ საპატრიარქოს. ეხლა ის რო არ გამოგჩენოდა რა. ესე იგი რატო ვამბობ? ანუ ბავშვის შედა ინდიკატორების გამოსწორება, ხო? ბავშვთა კვებით უზრუნველყოფა, დღეს კვებას რა ბავშვი უნდა გააჩინოს სოფელში ვერ აჩენენ, ჯერ ისე ვნახოთ სოფლებში რამდენია მაჩვენებელი ოჯახის შექმნის, ხო, კატასტროფულია და თან კიდე ჩვენთან რა ოჯახებიც იქმნება 70%-ზე მეტი განქორწინება გვაქვს, არაფერი არ რჩება რამდენიმე წელში. ეს ოფიციალური ციფრებს გეუბნებით. და რატომ თუ კი არ იქნება ამაზე ხელშეწყობა, ხო, ოჯახის შექმნის მოტივირება ამ პრობლემას ვერ გადავწყვეტ. ისიც აგვაქვს ჩვენ გაანგარიშებული, რამდენი უნდა იყოს ეს დახმარება. დღეს მაგალითად თუ კი ავიღებ ერთ ბავშვზე ერთჯერადი დახმარება არის 150 ლარი, მაღალმთიან ზონაში არის 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარი. და წარმოიდგინეთ, ახლა მთიან ზონაშიც დასაქმება არ აქვს, ვერაფერს ვერ აკეთებენ. ეს 200 ლარი ბავშვი როგორ უნდა შეინახონ, ვერც აჭმევენ. აი როგორი პრობლემაა და ამიტომ ეს აბსოლუტურად დემოტივირებული არის ოჯახის შექმნის სიტუაცია. რაც კი კეთდება დღეს სახელმწიფოში, ეს დღევანდელი ხელისუფლების შექმნილი კი არ არის. 10 წლების განმავლობაში ვერ წყვეტდა სახელმწიფო ამ საკითხებს. ხო, რაღაც გაითიშა. გაითიშა, არ არის პრობლემა, ინტერნეტია. ამიტომ ეს საკითხები დემოგრაფიული ინდიკატორების გამოსწორების თემა არის ცალკე ჩამოწერილი რომ 1000 ლარიანი დახმარება როგორ უნდა მიიღოს, ოჯახის შექმნის სოციალური, თქვათ, იპოთეკის განხორციელება როგორ უნდა გაკეთდეს და ასევე ეს კი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება თავისი ზონებით, აი ეს უნდა იყოს ისეთი ფორმის დახმარება, რომ მათ თავი შეიხადოს, უფრო მეტსაც გეტყვით ამ პრაქტიკაში ჩვენ ვიყენებთ უნგრეთის გამოცდილებას, ისრაელის გამოცდილებას, ბელორუსიის გამოცდილებას, საინტერესო გამოცდილება ჩვენ ვადარებდით, სად უფრო ეფექტური მექანიზმები იყოს და ეს ყველაფერი ჩადებული გვაქვს. ანუ კონკრეტულად გათვლილი გვაქვს დემოგრაფიული მაჩვენებლების გამოსწორებას, რამდენი მილიონი დაჭირდება, აი ჩვენ ვიწყებთ პირდაპირ ესეთი ციფრით, ეს არის 1% ბიუჯეტის ხარჯისა, 1%, მეახლოებით ეს არის 320 მილიონი, ეს არ არის პრობლემა. წარმოიდგინეთ, ეს 320 მილიონის გამოყოფა, ეს არ არის დიდი პრობლემა ქვეყნისთვის, როცა ესეთი აღმავლობას ვაფიქსირებთ ჩვენ, ხო? ანუ ეს მოგცემს საშუალებას დავიწყოთ ეს პროცესი. და გაწერილი გვაქვს რა საკანონმდებლო ცვლილებები აქვს გასატარებელი და რა გადაწყვეტილებები აქვს მისაღები მთავრობას, რომ ეს ძალაში შევიყვანოთ. ეს ერთი მიმართულება დემოგრაფიული ინდიკატორების გამოსწორებას. მეორე მიმართულება ეს არის ჩასახლების პროექტები. რატომ? ეხლა უყურეთ, როცა ჩვენ ვაწყდებით ყველა თემაზე ურთულეს საკითხებს, ურთულეს პრობლემებს ვაწყდებით, ფული არ არის, мотиваცია არ არის, არაფერი მარტო დემოგრაფიული მაჩვენებლების გამოსწორება ცოტა გრძელვადიანია, ეს მიახლოებით 5 წლის განმავლობაში იწყებს ეფექტის მოცემას. მაგრამ განსახლების პროექტები უცბად გაძლევს. ეხლა მე დავით აღმაშენებელი მოვიყვანე, მაშინ ყივჩაყებით ჩამოასახლაო. ჩვენ რესურსი რა გვაქვს? ჩვენ ხო რესურსი მთლიანად შევისწავლეთ. ეხლა გეტყვი, ჩვენი რესურსი არის რამდენიმე. ერთი ეს ახარ თქვენ, ემიგრანტები. 1.540.000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი არის წასული საქართველოს. მე არ ვიტყოდი რომ ყველას კარგად აქვს საქმე. ზოგი მოეკიდა, ზოგი მოქალაქეობა მიიღო, ზოგმა სამსახური იშო, ზოგმა ვერაფერი ვერ იშოვა. ჩვენ ისეთი შემთხვევებიც აგვაქვს, რომ საქართველოსდან უგზავნიან ხალხს ფულს, რომლებიც მექსიკიდან და იმიდან შემოვიდნენ. ევროპაში ზოგან ესეთი შემთხვევებია. ურთულეს დღეში არის, ზოგი იმას რეპორტს ელოდება, მე ხო ვიცი რა ხდება იგივე ამერიკაში, ხო?
ხო და ეს ხალხი სად უნდა წავიდეს? ამას რატომ ვიცით, ჩვენ შეგვიძლია დღესვე დავიწყოთ იმ რესურსის ფორმირება, რომელიც ჩვენ დემოგრაფიული გაჯანსაღებისთვის გამოგვადგება. აქ ეს ერთი მიმართულება, ხა მე აგიხსნით როგორ კეთდება ესა. მეორე მიმართულება ეს არის რეპატრიანტები. რეპატრიანტები რო იცოდეთ, ეს არის სხვა ქვეყნის მოქალაქე ქართველები, მიაქციეთ ყურადღება, სხვა ქვეყნის მოქალაქე ქართველები, რომელთაც უნდა სამშობლოში დაბრუნება. იმიტომ რომ ემიგრანტი საქართველოს მოქალაქეა, მიხვდით როგორი თემაა. ესეთი ფორმულირება. რეპატრიანტი ეს არის ქართველი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ის ექცევა სხვა საკანონმდებლო ესე იგი ბაზაში და მათი გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ სადა გვაქვს ეს რესურსი ძირითადად. აი ეს რესურსი საკმაოდ მაღალი არის რუსეთში მიახლოებით ესეთი რომელსაც სურვილი აქვს რომ დაბრუნდეს წინასწარი მონაცემებით 300-320,000 ადამიანია. ამდენი ესა 300-320,000 ადამიანია, ესე იგი მომზადებული კონტინგენტი, რომელიც არის ფერეიდანში, აი მომზადებული კონტინგენტი, რომელსაც დაბრუნების სურვილი აქვს, ეს არის ირანის ფერეიდნელები, რომლებსაც ენა შეინარჩუნეს, ტრადიციები უნიკალური ხალხია ჩვენ ჯგუფში ჩართული ყავს, ძალიან აქტიურად და ჩვენ ამას ვფლობთ ინფორმაციას, ესა და კიდევ არის ეს რამდენია ლევან? ანუ დაბრუნების სურველი, რაც ჩვენი გაანგარიშებით არის 50,000-ზე მეტი. ამდენი კი არის. კი, კაცო. ეხლა მასე რო აიღო თან კი ენის წოდნე. იქ არის რომელიც სხვადასხვა რეგიონი მარტო ფერეიდანში არის, ხორასანში, იმაში, რა ქვია, გილანში და ასე იქ არის კიდე ქართული ჯგუფები, რომელსაც ენა დაკარგეს. მათ კიდე სხვა მიდგომები გჭირდება რა მაგ. და ასევე ესეთი კომპაქტური ჯგუფები არის თურქეთში. მაგრამ თურქეთი განსხვავდება იმით, რომ თავის მიწაზე ცხოვრობენ ისინი. მოხვდნენ თურქეთის რესპუბლიკაში და იქ არის სხვა მიდგომები, იქ ცოტა სხვა მეთოდიკით ხდება ასეთი რესურსის ფორმირება. ანუ რისი თქმა მინდა, ჩვენ ანუ ემიგრანტები, რეპატრიანტები, ყველას რესურსად ქცევის მექანიზმები გვაქვს ჩამოყალიბებული და შიდა მიგრანტები. შიდა მიგრაციაც ამაში გაითვალისწინება. ესე იგი ჩვენ როგორ გავაკეთეთ, იცით? აი თქვათ, როცა ვლაპარაკობთ ინდიკატორების გამოსწორებაზე, აქ მოქმედებს ზოგადი სახელმწიფო პროგრამები. მოტივაცია, შობადობის, ოჯახის შექმნის, მრავალშვილიანი ოჯახის და ასე შემდეგ, ხო? დაქორწინების. მეორე მომენტი ზოგადი. მეორე მომენტი ასევე ზოგადი, რომ ეს როცა ჩვენ გვინდა რომ ხალხი უკან დავაბრუნოთ, იქნება ზოგადი ხელშეწყობის პროგრამა. ანუ ადამიანი თუ დაბრუნდა, რა ჭირდება მას, როგორ ჭირს ზოგადი. მაგრამ იქნება სპეციალური პროგრამები, რომელიც მთლიანად სოციალურ პაკეტს, დასახლების პაკეტს უგვარებს, რომ ჩვენ ჩავასახლოთ დაცარიელებულ საზღვრისპირა ტერიტორიებში. ამის სურვილებიც არის, რომ წავიდნენ სოფლად იცხოვრონ, უკვე სახელმწიფოს უზრუნველყოფაზე იყვნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავაკეთეთ სპეციალური პლატფორმა, უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს მექანიზმი და შედგენილი გვაქვს ანკეტირების მთელი სისტემა. აი მე რო გითხარით ლოგიკურ-მათემატიკურ მოდელებზე დაყრდნობით, ანკეტირების სისტემა. აი თქვენ მაგალითად ბატონო ნიკოლოზ რომ მოგინდეთ საქართველოში დაბრუნება პროგრამით, ხო? რო ჩვენ მოვამზადეთ ესეთი ღილაკები, თქვათ, ემიგრანტის პროგრამები, რეპატრიანტის პროგრამები, შიდა მიგრაციის და თქვენი რომელშიც ეკუთვნით იმას ხსნით და იქ არის ანკეტირება უნდა გაიაროთ. თქვენი მონაცემები, რატო წახვედით, რატო ბრუნდებით, რა საშუალება გაქვს, როგორია თქვენი აღწერილობა, ყველაფერი შეიყავთ იქა და მე არის პროგრამების გამოყენება, რომელ პროგრამაში შეგინდა თქვენ სურვილი გაქვთ რომ ჩაერთოთ. ჩაერთოთ ზოგადი პროგრამით და ბრუნებაში. ეს ჩვენ მომზადებული გვაქვს, ჩვენა გვაქვს მომზადებული. ეს სახელმწიფოს კი არა აგდია. ჩვენ გავაკეთეთ ესა. ანუ თქვენ შედიხართ ამას აპლიკაციებს ავსებთ და მე აღწერთ ღილაკს და შედიხართ იმ პროგრამებში, რომელიც უნდა მოქმედებდეს. არის ზოგადი, შეიძლება ეხა ზოგი ჩხოროწყუში ცხოვრობს თუ თბილისში წასულია ემიგრანტი და დაბრუნება უნდა, მაგრამ საშუალება არ აქვს. იქნება ზოგადი პროგრამა. უბრალოდ რომ ჩამოხვიდეთ და პირველადი ხარდაჭერა მიიღოთ, რომ თქვენი ინაცა გაქვთ რაღაცა და იქ დაბრუნდეთ. ეს იქნება ზოგადი, მაგრამ იქნება არის სპეციალური პროგრამა. აი მაგალითად თქვენ ბატონ ნიკოლოზ რო გადაწყვიტოთ და გინდოდეთ მაგალითად ჯავახეთში ჩასახლება, იქნება ჯავახეთის სპეციალური პროგრამა, საზღვრისპირა სოფლების აღორძინების პროგრამა. სადაც იქ შედის რომ თქვენ ბინა უნდა მოგცეთ,
სახლი უნდა მოგცეთ, საკარმიდამო, უნდა მოგცეთ ესე იგი ბიზნესის წარმატებისთვის შესაბამისი მიწა. თქვენ უნდა შეხვიდეთ იქ კოოპერატივში სპეციალურში, სადაც იქნება აგრობიზნესით უზრუნველყოფილი თქვენი საქმიანობა და მთელი სოციალური პაკეტი სწავლებით, მაგაბაგით და ყველაფრით. ეს არის ის მოდელი, რომელიც სპეცპროგრამით, ანუ ჩასახლების ღონისძიებებს ვახორციელებთ. ეს მიგრანტს ეხება მაგალითად ემიგრანტსაც, შეეხება რეპატრიანტსაც, ვისაც დამბრუნება უნდა და ასევე შინდა მიგრაციაშიც, იმიტომ რომ ჩვენ როგორ მომენტსაც ვაწყდებით, იცით? აი თავკომბალებს რო ვამბობთ თბილისი და ბათუმი. ზოგიერთი ეხლა ჩვენ აი მე გეტყვით ეხლა ჯავახეთში რა განსხვავებებია რა რეგიონებს შორის, ზოგ სოფელში დაბრუნება უნდა, მაგრამ რო წავიდეს რა უნდა აკეთოს იქ? გიხდით რა უნდა გააგო, ვერაფერს ვერ აკეთებს, რაღაც ხო უნდა მოიყვანოს, ის თუ არ არის ანალოგიურად ამ პროექტებში ჩართული, რომ აი ბიზნესი წარმართოს. სახლი შეიძლება კონდეს კაც, აი რაჭაში რომ დაბრუნდეს ეგერ სოფელ ხებში, მაგალითად მაღალმთიან რაჭაში, რომ დაბრუნდეს ადამიანი, ხო? მას შეიძლება სახლი აქვს, მაგრამ რა აკეთოს იქ? ანუ იქ უნდა შეუქმნათ ის პირობები, რომ ის ბიზნეს მოდელები, რომელშიც იქ შემოსავალს მიიღებს, მაშინ დაბრუნდება, შიდა მიგრაციის თემებს გეხებით. მაგრამ იგივე პროექტები არის ემიგრანტებზე და რეპატრიანტებზე. აი ხო მიმხვდი ეს სქემატურად რომ წარმოიდგინე. რატო ვამბობ ამას? აი მაგალითად ჩვენ ავიღეთ რამდენიმე ესეთი პროექტი შევქმნით რა. აი სამაგალითოდ მინდა გითხრათ, იმიტომ რომ შევადარეთ რა მოდელები გვჭირდებოდა. მაგალითად სოფელი სამება პირდაპირ სომხეთის საზღვარზე არის. ეს არის ნინოწმინდის რაიონი და იქ თვითონ სომხებიც წავიდნენ, სულ მიახლოებით 18 ოჯახი ცხოვრობს დღეს. აქედან ნაწილი სომხურია, ნაწილი ქართული, იმიტომ რომ ჩასახლებული აჭარიდან მოსახლეობა ბევრი დიდი ნაწილი წავიდა უკუ მიგრაციაზე მიზეზები გითხარით. იქ არის მომსპარი ტერიტორია, სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, მერაბ კოსტავალ საზოგადოებამ მოიყიდა ის სახლები ვიღაცებმა დაშალეს, არ მიდე ხამაზე ვილაპარაკო, ფაქტობრივად მარტო საკარმიდამო დარჩა. ამ სოფელს თავისი რესურსი აქვს, მიწის რესურსი აქვს მიახლოებით 920 ჰექტარი თავისუფლ გამოუყენებელი სახელმწიფოს სასოფლო სამეურნეო სავარგული, რომელსაც პატრონი არ აქვს, არ არის ეკონომიკურ ბრონვაში. გარემოცვით თუ ავიღებთ 7000 ჰექტარის მობილიზება შეუძლია მარტო ამ სოფელს. წარმოგიდგენთ რამხელა ტერიტორია, ამხელა საძოვარი, სახნავი, სათიბი და ეს ეკონომიკურ ბრუნვაში არ არის მოქცეული. ერთი სოფლის მაგალითი, ერთი სოფელი. ეხლა აქ როგორი თემა გვაქვს ჩვენ, ხო? აქ უკვე სუფთა ჩასახლების პროექტი იქნება. სუფთა ჩასახლების. აქ დასაბრუნებელი ფაქტიურად არავინ არ არის. თავიდან უნდა ჩავაზე. უკვე აი ამ სოფლის მაგალითზე ჩვენ მარტო კი არ ვლაპარაკობთ. კონკრეტული პროექტი გვაქვს გაკეთებული. ჩვენ მომზადებული გვყავს მოსახლეობა, შიდა მიგრანტები და ასევე რეპატრიანტების გარკვეული ნაწილი შიდა მიგრანტებს იგივე აჭარის მოსახლეობას ვიძახი, იქ არის მცირე რესურსი და იმის გამოყენებაც გვინდა. და ასევე ემატება ფერეიდნელი რეპატრიანტები, რომელმაც სურვილი გამოთქვეს. ჩვენ დღეს შეგვიძლია 20-30 ოჯახი ჩავასახლოთ პირველ ეტაპზე იქ. ჩავასახლოთ საკარმიდამო ნაკვეთები არსებობს, მიწის რესურსები არსებობს და ყველა პირობა შეუქმნათ. ამიტომ ჩვენ ამას ვიხილავთ, აი მაგალითს გიყვებით რა, როგორ გაკეთდება ესა, ვიხილავთ როგორ მომზადებული ყავს ჩასასახლებელი ოჯახები ერთი, საკარმიდამო ნაკვეთები არის, ანუ ჩვენ გვჭირდება რომ სახლები აუშენოთ, მათ და შეუქმნათ აგრობიზნესი. ესეც გათვლილი გვაქვს ყველაფერი. ჩვენ ამიტომ როცა და ერთი მეორე მაგალითს გიტყვით სოფელი ჩირდილი, მაგალითად ეს არის ხევსურეთი. აი მაგალითისთვის. იქ მიტოვებული სახლებია, დანგრეული შეიძლება ნაკლები იყოს, მაგრამ არავინ არ ცხოვრობს. ყველა არის წასული, ან ემიგრანტია, ან თბილისშია და კიდე სხვაგან საქართველოში. ანუ მათ არის როგორც გითხარით, ექნება სხვა პროექტი. იქ არის შენ სახლში დაბრუნების პროგრამა. აქ ჩასახლების პროგრამა. მიხვდით როგორი თემა. განსხვავდება ეს მომენტები და ჩვენ ამას სწორედ ესეთი მიდგომით ვაკეთებთ, რომ შეცდომა არ მოგვივიდეს. ეხლა მაგალითად გეტყვით რა შეიძლება გაკეთდეს. დღეს რო არაფერი არ კეთდება და მძიმე მდგომარეობა გვაქვს, ჩვენ როცა ეს ყველაფერი შევისწავლეთ და ეხლა დეტალურად გიყვებით, ჩვენ დავიწყეთ უკვე სახელმწიფო უწყებებთან შეხვედრები. რომ ეტაპებად დავყავთ. ხო, დავიწყეთ შეხვედრები, ქონდა სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა, მე იქ არის სოფლის განვითარების სააგენტო, იმასთან შეხვედრა. ნუ იქ არის გარკვეული რაღაც დეტალები, მაგრამ გადავწყვიტავთ
ჩვენ მოსარიდებელი არავისთან არაფერი არ აქვს ბატონო ნიკო. მე რამე ჩემთვის კი არ მინდა. სახელმწიფო სჭირდება და საქართველოს სჭირდება და რო უყურებ რომ ინიციატივა არ იყო, ავდექით გვა გამოცდილება ვიცით რა ვაკეთოთ და მოვკიდეთ ამას ხელი. ზოგს ამას ვეუბნები, გაანებეთ, ნუ არქმევთ ამას ჩემს სახელს. ზოგი რაღაც ხო იცით ნერვიულობენ, აი ამალაძემ დაიწყო და აი ხო იცით როგორ არის, როგორ დაიწყე. არ რაღაცა გააკეთეთ და მე რა შუაში ვარ. მე გეუბნებით გიხსნით და იმოქმედეთ, ჩემსგან გამოუკიდებლად იმოქმედეთ. ხო ვიღაცას თუ ამაზე ბრაზდება და რაღაცა ჭორებს აყოლილია ხა მაგნერ ადამიანებს არც მინდა მე შეფასება მივცე. და უბრალოდ ვიძახი ამას და ახლა სამინისტროზე მომივიდა ეს. ახლა მაგ არის პროგრამები. საკმაოდ დიდი დაფინანსებები აქვს აგრობიზნესის დაფინანსებასთან დაკავშირებით. კონცეფცია იმდენად არასწორი არის, ჩვენ პირდაპირ ვუთხარით. ეს კონცეფცია როგორი აქვს, რომ დღეს ახლა 300 მილიონამდე აქვს გამოყოფილი დაფინანსება 280 რა ეხლა არ ზუსტ ციფრს ვერ გეუბნებით. გეგმაზომიერება რა არის ამ 300 მიზნობრიობა რა არის ამ 300 მილიონი? გამოყოფილი გეტყვით. ეხლა მაგათ დღეს რა არის და რა არის გასაკეთებელი. ესე იგი გამოყოფილი აქვს ესეთი კონცეფტით, რომ ბევრი შესწავლები მოხდა მაგრო დაფინანსებებში, ეს ცალკე თემაა. ეხლა აქ როგორ ჩამონათვალია რა მიმართულებები ფინანსირდება, რეგისტრირდებით იქ სააგენტოში და პროექტი გიმტკიცდება და პროექტი რომ დამტკიცდება, მერე თქვენ უნდა ეს პროექტი თქვენ თვითონ განახორციელოთ თქვენი დაფინანსებით და მერე რომ მორჩება ეს პროექტის განხმობა, მონიტორინგი შეამოწმებს და თუ ყველაფერი კარგად არის 50%-ს გინაზღაურებთ. ეს ცუდი არ არის, მაგრამ ამას მარტო მსხვილი კომპანიები გააკეთებენ ფერმერს და მე ვერ გავაკეთებ ახლა მაგას. ხო, უყურეთ ეგეთი თემა. ამიტომ ეს მასიური ესე იგი დასაქმებისა და აგრო მიმართულების ბიზნესად ქცევის მომენტს არ ეხება. ამიტომ მე პირდაპირ დავუყენებ, ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენ როგორ უყურებთ. შეიტანეთ ამ პროექტებში პირველი აი როცა უკავშირდები ამ აგრობიზნესის შექმნას, დასარიელებული საზღვრისპირა და სოფლების აღდგენისთვის აგროპროექტების დაფინანსება ეს ჩაწერეთ. ეს ჩაწერა გააჩინეთ მეთქი მე ვთქვა. ჩაწერეთ, აუ არ შეიძლება რაღაცები დაგვინგრებს. რას დაგინგრებს, კაცო, ეს პროგრამა ვინ ამაზეც ერმა დაწერა, ადამიანმა დაწერა და როგორ დაწერა ისე გადააკეთოს. რა პრობლემაა მაგის გადაკეთება? ნუ მე მგონი მივახცევთ ჩვენ აქაც გარკვეულ შედეგს, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება წყარო აგროპროექტების დასაფინანსებლად. ეს რო ხალხი დასაქმდეს. ეხლა მე ცოტა გადავხვდი, მაგრამ ეტაპობრივად მოვდივარ პირველი შეხვედრა მინისტრთან ქონდა, შემდგომი შეხვედრა ჩვენ ქონდა ეკონომიკის სამინისტროში და ინფრასტრუქტურის მინისტრთან. ბატონი სოხაძე, რევა სოხაძე არის ინფრასტრუქტურის მინისტრი. ჩვენ ეს ყველაფერი ავუხსენით, პირდაპირ მითხრა ჩვენ მუნიციპალური განვითარების ფონდის და ჩვენი საშუალების საფუძველზე მიახლოებით 40 სახლის აშენების საშუალება გვაქვსო კაცმა. აი ძალიან გაგვეხარდა რა. 40 სახლი, 40 ოჯახია. წარმოიდგინეთ სოფელი, აი კონკრეტული სოფელი, საკარმიდამო გამზადებულია მერაბკოსტავა საზოგადოების კუთვნილება და დაფინანსება რომ სახლი აშენ წელსვე შეიძლება ამის დაწყება. 40 ოჯახის ჩასახლება კონკრეტულ ადგილას. ანუ წარმოიდგინეთ, სახელმწიფომ რო ესა დააფინანსოს, ამას ოჯახები გვყავს, საკარმიდამოები გვაქვს. სახელმწიფო შეუძლია სახლების აშენება დაუფინანსოს. აგროპროექტების დაფინანსებაც სახელმწიფო შეუძლია, ანუ იქ გაწერილი გვაქვს ყველაფერი, რო იცოდეთ, თითო ოჯახს 15 მეწველი ძროხა უნდა უყიდოთ. მიწა უნდა მივცეთ, კოოპერატივი იქმნება, საკარმიდამო ნაკვეთების ათვისებისა და ამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ბაზაზე გაკეთება წარმოების მთელი ინფრასტრუქტურა, რომ ცხოველებს საკვები ქონდეს. ესე იგი, მეც უფრო ეფექტური იქნება იმ მთიანი ზონისთვის. 2100 მეტრაზეა ეს ერთი სოფელი მარტო. მდებარე, მაღალმთიანი ზონაა. ესა. და როგორ შევნათ, ანუ ჩავასახლოთ, სახლი მივცეთ, ჩავასახლოთ, ბიზნესი შევქმნათ და შემოსავლიანი იყოს და ამას ებება მე უკვე ინფრასტრუქტურა, სკოლა იქ არის, რომ ბაღაბაგი გაიხსნას და ყველაფერი შევქმნათ და მეორე ეტაპზე უკვე გადავდივართ. ეს წელს შეიძლება გაკეთდეს, წელს. და მომავალ წელს ჩვენ შეგვიძლია უკვე რძის ქარხანა ავაშენოთ იქა.
20 ტონაზე გათვლი 20 დღეში 20 ტონა ძის მიღება რომ შეეძლოს. და ეს უკვე აბსოლუტურად სხვა ბიზნესში გადაყვა და როგორ გავაშენოთ, იცით, რომ სახელმწიფომ დააფინანსოს და ყველა იქ მაცხოვრებელი, ვისაც ცხოველები მიეცემა, ხო? ისინი გახდებიან ამის მეპაიები, მონაწილენი გახდებიან და იმ ქახრიდან კიდე შემოსავალს მიიღებენ. ვიხდით როგორი თემები, ანუ ეს ჩვენ ვიცით როგორ კეთდება. ისრაელის მაგალითი გამოვიყენეთ, მაგალითად არის ესეთი ეხა კიბუცი გაგონილი გექნება და მაშავი რომ მოგწოს, როცა ეს არის კომუნა ფაქტიურად, კოოპერატივი, ეს როცა კერძო და სახელმწიფო საკუთრების გაერთიანება ხდება და ამ მომსახურებაში მთლიანად ჩართულია. შემოსავალი აქვს, სოციალური პაკეტი აქვს და მთლიანად შეკრულია და თან კიდე გაითვალისწინეთ, რომ ისრაელის გამოცდილება რატოა კარგი. ეს არის თავდაცვის უნარის მქონე ერთეული საზღვარზე. ეხლა ყველაფერს არ ვიძახი, აქ ბევრი დეტალებს მოიცავს ეს თემა რა. ამიტომ ჩვენ მთელი კომპლექსი გავითვალისწინოთ, რომ არ გამოგვშენოდა არც ერთი დეტალი ამ თვალსაზრისით. აი ეს მაგალითი მოგიწევთ. კოლმეურნეობის მსგავსი ორგანიზაცია და იმითია კარგი, რომ ხალხისთვის ეს ცნობილია, ურთიერთ გარანტიები არის და ესეც არის, მხარდაჭერა არის და ძალიან კარგია. კიბუცი სოფელია რა, ეხლა მარტივად. არა, მაშავი, ანუ კიბუცი და მაშავი განსხვავდება რითი. კიბუცი არის მთლიანად, ესე იგი, კომუნის საკუთრება, კერძო არ არის და მაშავში არის შერეული, არის კერძო და არის კომუნის. იგეთ? ეს უფრო მობილური. ეს ჩვენ გავლილი გვაქვს ეს თემები. ასე რომ არ ვიცი ხა მეტი დეტალურად რა მოუყვე, ანუ გარდა ძირითადი მიმართულებებისა არის კონკრეტული პროექტები და ეხლა ჩვენ რა გავაკეთეთ. ამ თვალსა ეხლა 12 რიცხვში ამ დღეებში გვექნება ჩვენ პრეზენტაცია მეცნიერებათა აკადემიაში, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ყველა სოციალურმა ჯგუფმა ამაში თავისი ადგილი უპოვოს. ეს არ არის ჩვენი ექსკლუზიური პროექტი, არ ვარქმევთ, ვიღაც ნერვიულობ ზოგიერთი, რა ვიცი რა ნერვიულობ, ოღონდ რამე გააკეთონ, არ ვარქმევთ ამას. ამას ჩვენ დავარქვით ესეთი სახელი ქვია ამას, ეს არის ეროვნული დემოგრაფიული უსაფრთხოებისა და ეროვნული მდგრადობის სტრატეგია, დემოგრაფიული გაჯანსაღების პროგრამა. აი ეს არის მისი სახელი. ამას რატო ვარქმევთ ჩვენ დემოგრაფიული უსაფრთხოების თემაა ეს. ჩვენ თუ დეპოპულაციის ნაწილში დავრჩით, ერი გაქრობის წინაშე დგება, სამშობლოს დაკარგვის წინაშე დგება. მეტი უსაფრთხოების ელემენტი რა უნდა იყოს შემადგენელი ნაწილია ეს ყველაფერი, ხო? და ეროვნული მდგრადობა ეს არის ის, რომ ჩვენ ყველა ღონისძიებით უნდა მივახციოთ, რომ ეროვნული მდგრადობა შევქმნათ ქვეყანაში. და ესე არ იყოს ჩვენ ეხა ყველას ჯვარი წერია, მაგრამ რაღაცა ვიყავით, წავედით და მე რა დაიკარგოს ქვეყანა. აი ეს არის მთელი ასპექტი. ამიტომ ჩვენ აქ მოსარიდებელი არაფერი არ აქვს, ყველა უწყებას ხვდებით. მინდა გითხრათ ასევე, მეცნიერებათა აკადემიის მერე ძალიან დიდი დაინტერესება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა მიხეილ ყაველაშვილმა. ეროვნული კაცია პირდაპირ გეტყვი და თქვა, რომ ეხლა ესე დონეზე გვაქვს ჩვენ შესწავლილი, გამზადებულ პაკეტებს ვაძლევთ. მას არა აქვს ეხლა მის საშუალება, რომ თვითონ გადაწყვიტოს, მაგრამ კოორდინირების საშუალება აქვს. და მე გეუბნებით პირდაპირ უთხარი, ჩაუდექი სათავეში ამ ამბავს. იმიტომ რომ აგერ თქვენი წინამორბედები, ის ქალბატონი რო იყო და ეს მეორე ვაჟბატონი რა ერქვა ეს მარგველაშვილი და ეს ურაბაშვილი, ეგ რა კვალი დატოვეს ერთ-ერთი ძალიან მაინტერესებს. ვინმე შეგიძლია თქვა, რამე კვალი დატოვეს, რამე თქვა სარგებელი ქვეყანას მოუტანეს. ესე ვთქვი პირდაპირ, მეთქი ბატონო მიხეილ ჩაუდექით ამას სათავეში, ჩვენ აგერ ვართ გვერდში დაგიდგებით, გამზადებულ პროექტებს მოგცემთ, კოორდინაცია გაუწიეთ ამას. აი ეს იქნება მთავარი ყველა იტყვის, რომ აი პრეზიდენტი ამის ინიციატორი იყო, პრემიერი ამის ინიციატორი იყო, პრემიერთანაც გვექნება შესაბამისი შეხვედრა. და მე პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ისეთი თემაა, ეს ინფორმაცია ჩვენ მივაწოდეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ეს ისეთი თემაა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ღონისძიება, ვინმე თუ შეიძლება რამე ჩაატარო. პირდაპირ ასევე ვიტყვი, რამდენი ქველმოქმედებაც არ უნდა გაწიო, ვისაც გაუკეთებ ქველმოქმედება, ის გაკინებს პირველ რიგში. შევხედოთ. ეხლა ბიძინა ივანიშვილმა რამდენ მსახიობს დაეხმარა, რამდენ მომღერალს, რამდენ რა ვიცი. მე ეს ხალხი გამოვიდა და გინება და მე მაგიტო მოვიყვანე ბატონო ლევანის მაგალითად, რომ კახეთი რო დაისვეტყვა, რომელი წელი იყო, ოცნება ახალი მოსული იყო და ფულები რო დარიგდა და მანქანები რო იყიდა ხალხმა იმის მაგერად რომ ვენახებიც მიეხედა.
აი უყურეთ, მაგ ჩვენ ბევრი რამე გვაქვს გათვალისწინებული. ეხლა ჩვენ თქვენ მე რომ მოვყევი ეს პროგრამები, ისა პროექტების განხორციელება, ჩვენ აგვაქვს ვალდებულებების ელემენტები ჩადებული. ესე კი არ არის, რომ ჩვენ სახლი მივცეთ და მე აუშენოთ და მე დაკრას ფეხი და გაყიდოთ. ესე არ არის, იქ ვალდებულებები წერია, ვერაფერს ვერ გაყიდის. მეწველ ძროხებს რომ მივცემ ჩვენ როს ეს დასარიგებელი ბაზა შევქმნათ პირველ წელს ყველამ უნდა მოგწეს, ანუ ძროხა, მეწველი გაზარდოს და თითო დაგვიბრუნოს. 15-ს რო ვაძლევთ, ასევე ბოჩოლა უნდა დაგვიბრუნოს 15. იმ 15-ს 800 მივცემთ. ვიხდით როგორი თემაა. აი ეს გამოცდილებები გვაქვს ჩვენ ჩამოწერილი, ასე რომ ესე მარტივად რომ ვიღაცამ რაღაცა გამორჩენის მიზნით ისარგებლოს, არა. ეს უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესის განხორციელება. აი ეს ამაში სახელმწიფომ ფული უნდა დახარჯოს. ბიზნესმენებს სადაც ქონდა, აი ჩვენთან არის ეს ბიზნეს ასოციაცია სოსოფ ხაკაძე ხელმძღვანელობს და ლევან ვეფხვაძე გენერალური დირექტორია. პირდაპირ უთხარით, რა გინდათ რამე, ეხლა შეიძლება შვილები ყავთ ბევრი, მაგრამ რა გინდათ რამე ამ ბიზნესიან რაღაცა, რა შედეგი ექნება ამას, თუ კი ქართველი საქართველოში აღარ იცხოვრებს. აი ესე დგას ეს საკითხი ზუსტად რა. ამიტომ მოსახატრებელი არავისთან არაფერი არ არის, ამაზე საუბრობთ ჩვენ და თქვენც ასევე რომ ახლა მე რამდენჯერ აქცენტი გააკეთეთ ამაზე, ესეც უკვე შედეგი არის. მე რომ ამაზე დაწუნილებით დეტალურად ვლაპარაკობ, ესეც შედეგია. მე არც ოპონირების მეშინია და არაფრის, იმიტომ რომ ვიცით რა არის, ვიცით რა გველის და ვიცით რა არის გასაკეთებელი. ამიტომ თავარ პრიორიტეტად როგორც კი სახელმწიფოში თავარ პრიორიტეტად დემოგრაფიული გაჯანსაღების პროგრამა გამოცხადდება, ჩათვალეთ რომ აი ჩემი გათვლით მიახლოებით 5 წელიწადში ჩვენ აი მივიღებთ სულ სხვა ეფექტს, უკვე ციფრები გამოგვისწორდება და ქვეყანაში თქვა დაცლის მომენტები გარკვეულად შეჩერდება და ეს არ უნდა გაჩერდეს. მე რომ ვამბობდი 1% ბიუჯეტის დაფინანსება უნდა ავიყვანოთ 60%-მდე. აი მაშინ ჩათვალეთ რომ 60%-ზე საბიუჯეტო დაფინანსება დემოგრაფიაზე თუ დაიხარჯა, თქვენ გონიათ ეს უსაშველო ციფრებია საქართველოსთვის, როცა ორნიშნა მატებაც აცხადებს და ის შემოსავლები აქვს. 3-4% დღევანდელი მონაცემებით ეს არის 700 მილიონამდე. 800 მილიონამდეა. ეს აბსოლუტურად ეხლა დემოგრაფიული გაჯანსაღების პროცესში. და ეს არის, რა ვიცი, მოვყევი თუ გამომჩა რამე, კითხეთ და არა, მაქსიმალურად სრული ინფორმაცია რამდენადაც შეიძლება ეხლა გადმოიცეს, რა ვიცი. აი ეს დეტალი კიდე არის ჩვენი აი უტვინო რა ესე ვიტყოდი მოქმედება, მაგრამ ჩვენი ყველას გულისხმობ რა. ეხლა წარმოვიდგინეთ თქვენ ამ ხელა, აი რამდენიმე დეტალს მოვიყვანთ დასაფიქრებლად რა. ჯერ ამ ომიანობისა და კონფლიქტების შედეგად რამდენი დევნილი მივიღეთ. საცხოვრობენ ეს დევნილი. აი მე მეორე თემად ეგ კითხვა მქონდა ჩანიშნული და მაგაზე მინდა რომ გადავიდეთ. თუ თანახმობთ. ბატონო ბძანეთ და მივაბავოთ. ხო, ანუ მეორე კითხვა რა იყო? ეს პირველი რაც მე მაინტერესებდა ბატონო ლევან, ეხლა რაც კიდევ ერთხელ უნდა აღნიშნო, რაც შესაძლებელი იყო აი ამ ფორმატით ონლაინ საუბრით, ამაზე ტევადად მეტი მე არ ვიცი რა უნდა იყოს და მე დარწმუნებული ვარ გამგები გაიგებს და ვისაც კითხვები ქონდა ისიც კმაყოფილი დარჩება. მეორე კითხვა რა იყო? აი ეს ტენდენცია თუ გამოსწორებისკენ წავიდა და ჩვენ დე ფაქტო საქართველოში ეს პროექტები დავძარით. აქ იყო ესეთი შეკითხვა, რომ ვინც აფხაზეთიდან არის დევნილი, ყველა ხო საქართველოში არ წამოსულა, ბევრი ფარგლებს გარეთ გავიდა. ასევე ცხინვალის რეგიონიდან და თუ არის რაღაც პროექტი ან განსაკუთრებული მუხლით, განსაკუთრებული თავით, აი ამ ხალხისთვის. მე გულისხმობ ფარგლებს მიღმა, თორე საქართველოში გასაგებია იგივე პროგრამაში მოექცევიან ისინი. აი როგორ ფიქრობთ? ეს რამე ადეკვატურ გამოძახილს პოვებს აი ამ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ან რა მექანიზმი გაგვაჩნია საერთოდ? აი უყურეთ, ეს ცოტა სხვა ნაწილია ამ თემის. ეს არის დევნილების დაბრუნების პროექტი. ხო, აი იმიტომ შეგეკითხეთ, თუ ეს ღირს განსახილველად. არა, უყურეთ, ეგ თემა ჩვენ მომზადებული გვაქვს, მაგრამ მისი რეალიზების მომენტი იწყება მას შემდეგ, როცა თქვათ მხარეები შეთანხმდებიან, იგივე საქართველოს რუსეთთან ის ცოტა პოლიტიკური კონტექსტია
პოლიტიკური კონტექსტია უნდა მოხდეს საქართველოს და რუსეთის შეთანხმება, გათვალისწინება სოხუმისა და ცხინვალის ინტერესების და ამაში უნდა იყოს ჩადებული დევნილთა დაბრუნების მომენტი. დღეს სხვათაშორის იგივე აფხაზეთში ბევრი გადადის, რატომღაც ცხინვალში შესვლა არის უფრო გართულებული და ზოგი ხალბატონები, ოჯახის წარმომადგენლები ჩადიან და თავის ძველ სახლებსაც ნახულობენ იქ ოჩამჩირეში და გალის რაიონში არის ეგეთი შემთხვევები. და მათი დაბრუნება ცოტა სხვა კონტექსტი არის, რა თქმა უნდა ჩვენ ამას ვითვალისწინებთ. ეხლა რაც შეეხება თვითონ დევნილების თემას, აი რაც მე დავიწყე, გეტყვით, ეხლა იმდენად უგუნურად მოიქცა სახელმწიფო ჯერ კიდევ თავის დროზე, ჩვენ შევარნაძის დროიდან დაწყებული, რომ დევნილები ჩვენ ყველა არ იყოს საშუალება და სადაც იყოს სასტუმროებში, ქალაქებში ჩავასახოთ. ესე იგი, ოჯახი, რომელსაც მეწველი ძროხა ყავდა და თხა ყავდა იმაში, რა გვია, 60 ყანოში და რძეს ღებულობდა, ხო? კორპუსში შევიდა. ეხლაც იგივე გრძელდება, უყურეთ რა ხდება, ეხლა რო აფინანსებენ, ეხლა ამასინათ უყურე და ტაშს უკრავდნენ. კარგი კი არის თბილისში ბინის მიცემა, და ესე იგი, ტოლვილებს ბინები აუშენეს თბილისში. რა ის არის ამაში დატვირთვა ვერ ხვდები და ეკო მიგრანტებს ხულოს რაიონიდან ბათუმში კორპუსები აუშენეს. ეს ფული დახარჯეთ, ეგერ ცარიელი სოფლებია, ცარიელი სოფლები გვაქვს. იქ ჩაასახლეთ ეს ხალხი. ხულუელი, ძროხას როწველი და კორპუსში რა უნდა გააკეთოს? ამაზე მე არის ბატონო ლევან, იმიტომ რომ ყველა დაჯდა ტაქსზე, მეფა ხელი მოუმართოს და ყველა გახსნა მაღაზია. ნიკოლო ზაშია საქმე, უყურეთ. როცა შენ ქვეყანაში პრიორიტეტად დემოგრაფიული გაჯანსაღება არ აქვს ქცეული, აი ესე მოხდება. და იქ რო იყოს ეხლა ეს პოლიტიკად გამოცხადებული, არც ერთი მინისტრი, არც ერთი უწყების ხელმძღვანელი ადრეც და ეხლაც არ იფიქრებდა ესე რომ მოდი ეხლა ჩვენ კორპუსი აუშენოთ და მოვაგვაროთ ეს პრობლემა. არა, სოფლებს აითვისებდნენ. სახლებს აუშენებდნენ და აგრობიზნესს შეუქმნიდნენ და ის ხალხი იცხოვრებდა იქ. და იმიტომ რომ დევნილი დაბრუნდება იმაში აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში კი ბატონო, მაგრამ ვიღაცა ხო დარჩება იქა, მისი შვილი დარჩება, ან შვილი წავა იქეთ. ეკო მიგრანტი აჯარინა რომ ჩამოა, იქ უკვე დასახლებული გვეყოლება. მიწა არის, საძოვარი არის და იქ თათა დადიან და ცხოველებს ვეძრდიან და იქ უზარმაზარი ესეთი ტერიტორიებია, ალპური ზონა, ეხლა სურათები რო ნახოთ, გაგიჟდებთ, თუ კიდე პატარა ფილმსაც გამოგიგზავნით, გადაღებული გვაქვს და შეგიძლიათ ესეც გავუშვათ. ეს არის ასე რომ თავარი ამოცანა ამ საქმეზე. თავარი ამოცანა რა არის, აი ჩემს მენელებსაც რომ უთხრა, თავარი ამოცანა რომ ყველამ გაითავისოს ეს პრობლემა და უნდა გამოცხადდეს რომ დემოგრაფიული უსაფრთხოება და ეროვნული მდგრადობა ეს არის სახელმწიფოში თავარი პრიორიტეტი. და როცა ამ კონტექსტში ყველა კონტექსტით ამას შეხედავ, ჩათვალე რომ უამრავი პრობლემა მოგვარდება. უამრავი მოუგვარებელი არ არის და ეხლა არის მომენტი. ეს მომენტი თუ გავუშვით, არ ვიცი, მე გითხარით რა კოლაფსი და უბედურება გველას. დიდი მადლობა ბატონო ლევან და მე აქ ჩემ გულის ტკივილს გამოთქვავ. თქვენ ორი ყველა მნიშვნელოვანი იყო და რაც მე მოვინიშნე, ერთი ის რომ რეპროდუქციული ასაკი და ამაზე მე ჩემს გულის ტკივილს და შიშებს მოვახსენებ მაყურებას. თქვენ ეს ახლა იცით. ამ საქმით ხარ დაკავებული. აქ მაგალითად ესეა. რახან ამერიკაში, ესე იგი ევროპაშიც ესეა. როცა ქალბატონი რეპროდუქციულ ზონის დამთავრებას უახლოვდება, კვერცხ ხუჯრედებს ყინავენ, წარმოიდგინეთ. და რატო? რომ რაღაცა ლეველზე რო გავა და სტაბილური სამსახური რო ექნება კარიერულის და პლუს მინუს და ასე შემდეგ, მერე რო გენეტიკურად ნაყოფის დედა იყოს, შემდეგ ხდება ამის ხელოვნური განაყოფიერება. და უცნაური და ტკივნეული ის არის, რომ უამრავი მეუბნება, რომ საქართველოშიც არის უკვე რამდენიმე ესეთი შემთხვევა და ტენდენცია იგივით. კაიხანია გავხსნე 60 ახლოდებით, მე და თქვენ ერთი ასაკი. აი ეს არის კოშმარი რა. იმიტომ რომ რახან ეს მოდელი არსებობს, როგორც ჩანს, აქეთკენ აი ეს კარიერულის და ფინანსური უზრუნველყოფა, რისკები, შიშები და ასე შემდეგ ამას იწვევს. და მეორე, თქვენ ახსენეთ ბინათ მშენებლობები. ჩვენ ვისაუბრეთ კიდეც რა, მაგალითად არის პროექტი, მე მივესალმები ამას, სამშენებლო კომპანიებს აქვთ შიდა დაფინანსების ესე ვთქვათ პროექტები. მაგრამ იქ არის 28, 32, 36 კვადრატული.
მე მახსოვს კომუნისტების დროს ჩვენ გვახსოვს, როცა დაუშვათ ეგრეთ წოდებულ 8 სართულიანის ფრუშოკებში ერთოთახიანები გაიცემოდა რიგ შემთხვევებში დაზარალებული როცა იქ დაეწვა დაინგრა ასე შემდეგ. და ხა ჩვენ ვიცით რა რომ ფრუშოვის ერთოთახიანში გამრავლებული ოჯახი მე რა ვთქვი, ხო? ხო და კარგია, განაცუდია, მაგრამ ბატონო ლევან ამას ნამდვილად ვერ დავაქმნევთ, რა ქვია, ოჯახის ზრდას რა. 32 კვადრატში გამრავლებული ოჯახი მე არ მინახავს რა. ეს შეიძლება იყოს აი უკვე რაღაცა მეორე, მესამე თაობის ოჯახის ხვდებით, აი შვილები რო დაბინავებული ყავ და რაღაცა და მე მაინტერესებს ასეთი რა. ხო არ ქონდათ ინიციატივა, რომ ზუსტად სამშენებლო კომპანიებში აქცენტი ფართობზე კი არ გაკეთებულიყო. უბრალოდ თანხისა და ფართობის თანაფარდობაზე კი არ გაკეთებული, არამედ იმაზე, რომ ოჯახი სრულფასოვანი, რაც თქვენ თქვით, არის 3 ბავშვი და მეტი. და ამას სჭირდება უკვე სხვა პროექტი და როგორ ფიქრობთ, ეს კომერციული სექტორი ამაზე წამოვა ბუნებრივია სახელმწიფო დახმარებით და ასე შემდეგ. თუ ეს ჯერჯერობით ისეთი მომენტია. ცით აი ეს არის კომპლექსური საკითხი რა, პირდაპირ გეტყვით. ანუ ჩვენ თუ საკანონმდებლო დონეზე გვექნება უკვე განსაზღვრა, აქ უკვე კანონის მომენტია. საკანონმდებლო დონეზე გვექნება განსაზღვრა, რომ აი ეს მოქმედება არის ზოგადი პროგრამა, ვთქვათ იგივე სოციალური იპოთეკა, სიტყვაზე დავარქვათ, რა სიტყვასწინებს. იქ უნდა იყოს როგორც შეღავათიანი კრედიტების მიცემა, ასევე სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ნაწილის პირდაპირ დაფარვა, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირდაპირ ჩუქებაც იყოს ვალდებულებებით. ეს უნდა ითვალისწინებთ იმას, რომ იქ ოჯახი ცხოვრობდეს და ბავშვის ესე იგი ყველა იყოს შესაძლებელი. აქ შეიძლება შემდგომ მონაცვლეობაც კი გაკეთდეს ბავშვების რაოდენობის მიხედვით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ კომერციულ პროდუქტს კი არ ვაძლევ რომ გაყიდოს და მანქანა იყიდოს. აი როგორც თქვენ ნახეთ რა, აი მაგალითად იგივე ჩვენ თუ საკანონმდებლო დონეზე გარკვეული ეს სეგმენტი შევიტანეთ სახელმწიფოს მხრიდან, ხო? გარკვეული შეღავათი და მომენტებიც უნდა კონდეთ დაინტერესების მომენტი, რომ ბიზნესმაც ესეთი ტიპის მიმართულებების შექმნას. ეს ერთი, მაგრამ აი კიდევ ვაბავ, განსახლების კუთხით თლიანი უზრუნველყოფა უნდა მიეცეს ყველა ოჯახს, რომელიც აი დაცარიელებულ სოფლებში წავა. ეს ცალკე მიმართულება, აბსოლუტურად ცალკე. იქ სახლი უნდა მიეცეს, მინიმუმ იქნება ჩვენ ესე ვგათვლილი, მინიმუმ 120-130 კვადრატი უნდა იყოს სახლი. და ამას ემატება კიდე იქ ესე იგი სადგომი, მეცხოველების თანამედროვე ყველაფერი ის აქვს რა. ჩამოყალიბებული როგორ უნდა იყოს ეს, ამიტომ თუ კეთდება, უნდა გაკეთდეს ისე, რომ ის აი რატო ავიღეთ ის სოფელი სამება. ის უნდა იყოს მაგალითი, ყველა რომ ჩამოვა, ნახავს, სხვაგან რა უნდა გაკეთდეს. აი ხა ამისთვის ვიბრძვით რომ ეს შევქონათ სამაგალითო, მე ადვილია ერთს რო გააკეთებ, მე ადვილია ჩვენ ერთ სოფელში რო შევიყვანეთ წალკაში ხალხი, მე უკვე წამოვიდა და სულ მასიური ხასიათი მიიღო, აი მაგალითისთვის გიყვებით რა. ისე რომ აი რაც თქვენ ბრძანეთ ბინისთვის კი არ უნდა იყოს ხეცო. ბინა უნდა იყოს ოჯახისთვის. აი ესე უნდა დაერქვას. აი ვიცი რაღაც. ბატონო ლევან, უღრმესი მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის. მე ვთვლი რომ ყოველთვის მნიშვნელოვანია ამ თემაზე საუბარი. თქვენ ძალიან კარგი პროექტი გაქვთ, მაგრამ მე კიდევ ის მენიშნა, რითიც დავიწყე რომ რახან ხელისუფლებიდან თან ესეთი მაღალი მაღალი პოლიტიკური ფიგურა როგორიც არის ქალბატონი თეა, როცა მან გაამახვილა ამაზე ყურადღება, ესე იგი ჩვენ ამის ფორსირება უნდა დავიწყოთ. ალბათ მანამდეც უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს და მე მივესალმები თქვენ თითოეულ წამოწყებას. მაქსიმალურად ამდენად შეიძლება მე ამ თემას ვაშუქებ და მოხარული ვარ რომ თქვენ ეს თემა დაძარით და რა ვიცი დანარჩენი ღმერთმა ხელი მოგიმართოთ თქვენ და მთელ საქართველოს და მე პირადად მივესალმები და ჩემი ჩამოსვლის ამბავი საქართველოში თქვენ ყველაზე კარგად იცით, აღარ მინდა ამდენი ვისაუბრო ხე ჩემთან დაკავშირებით. ეგ პროგრამებიც უნდა იყოს ყველასგან არის და მე რო დაბრუნდები, მაგრამ კიდევ ერთხელ მე უკვე ქვეყნისთვის მარგიწმედების კოეფიციენტი როგორც ის კითხვიაც, მაგ ცირეთი. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ის ხალხი, ვინც კიდე გამრავლებას ექვემდებარება და ვისაც სამშობლო უყვარს და ასე შემდეგ. დამეტანი ამცირებ თქვენს პოტენციალს ბატონო ნიკოლოს. მასე ნუ შეხედავთ. ეხლა სხვადასხვა თქვენ ერთი დეტალი თქვით, ან მოკლედ შევეხები, კიდე ჩვენ გათვალებ გამომშა და კი ბატონო, ეხლა თქვით, არა. ცნობილი გვაქვს უშველობის პრობლემის დაძლევა. რამდენი ადამიანი წვალობს იგივე რეპროდუქციული მექანიზმების გამოყენებას, ხელოვნური განაყოფიერების და ასე შემდეგ. ეხლა თანამედროვე პირობები ძალიან ბევრ საშუალებას იძლევა და ის ჩვენ ასევე უნდა გქონდეს გაკეთებული და დაფინანსებული. სხვათა შორის ერთ დეტალს დავამატებ.
ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მომავლის უზრუნველყოფის ფონდი, ესე დავარქვით, ეს დავარეგისტრირეთ უკვე. მომავლის უზრუნველყოფის ფონდი. ეს რატო გაკეთა, იცით, აი ხა ჩვენ რო ვილაპარაკეთ ეს პროგრამები, რაშიც სახელმწიფო შედის, ხო, სახელმწიფოს მაგალითად არ შეუძლია განარჩიოს ეთნიკური ნიშნით თავისი მოქალაქე, ვერ განარჩია. არ არის ეგეთი, ეს გამორიცხულია და ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს და საერთოდ ტოლერანტობას. ჩვენ რატო გავაკეთეთ ეს ფონდი? იმიტომ გავაკეთეთ, რომ აქ ჩვენ როგორმე შევძლოთ ფინანსების მობილიზება, სხვათაშორის ეხლა ვიცით რამდენი თემა, იგივე ემიგრანტებისთვის ობლიგაციების მიცემა და ვისაც ფული აქვს, ობლიგაციას ღებულობს ფონდში თანხას ჩადებს. ეს ყველა თანამედროვე ინსტრუმენტები, სალკეთები, ბევრი თემაა, ეხლა ბევრ დროს წაგვართმევს რა. აი იგივე რამდენი შეძლებული არის ამერიკაში ობლიგაცია შეიძინოს კი არ, ვინმეს კი არ ჩუქნის, შეიძლება დაბალი პროცენტი იყოს, მაგრამ გარანტირებული დაბრუნება, მაგრამ ამ თავისი ჩადებული ფულით ერთ სოფელს ააშენებს. ან რამდენიმე სახლი იქნება შეძენილი, ოჯახები ჩასახლდა, მის სახელს დავარქმევ. აი წარმოიდგინეთ როგორი თემა, ეს ფონდი რატომ გაკეთა აი ამ მსგავსი პროექტებისთვის? საგვარეულო თემები რო იქნება ჩვენი ეს. რა თქმა უნდა, ყველაფერზე, მაგი კი არა ჩვენ ეხლა როცა რაღაც ცოტა ეს პროცესი დაიზრება, ყველა ადამიანს დავაჯილდოებ და ყველაზე საპატიო ჯილდო იქნება დემოგრაფიული საკითხებში შეტანილი წვლისთვის, რომელსაც სახლს დაერქმება, შეიძლება ქუჩას დავარქვათ ამ ადამიანების სახელები. ეს არის ისტორია, ეს არის მისია, რომელიც ყველა ადამიანმა თავისად უნდა აქციოს და ეს ფონდი იმითოა, რომ აქ არის სუფთა ქართული ეთნიკური ნიშანი ჩადებული. ფონდი დააფინანსებს მხოლოდ ქართული ეთნიკურ პროექტებს. ამიტომ აქ არაფერი ვინმე საწინააღმდეგო არ არის, სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე ზრუნავს და ამ პროცესებზე, ფონდი კიდე სუფთა ქართული საქმისთვის, რომ იქ შეგვეძლოს აი გარკვეული მექანიზმების გამოყენება. აი იგივე ეს არის რა თქვენ კითხვა დამისვით, ესე რომ რეპროდუქციული საკითხები ჩვენ ჩადებული გვაქვს ჩვენს პროექტებში. ძალიან კარგი. ბატონო ლევან, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და თქვენის ნებართვით აქვე მაყურებელს მოუწოდებ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი თემა ალბათ მე ყოველ შემთხვევაში ამ დროის მონაკვეთში მე არ მეგულება და ძალიან გთხოვთ, ვინც ნახავთ ამ ვიდეოს, გთხოვთ გაავრცელეთ, რომ რაც შეიძლება ბევრმა ნახოს. იმიტომ რომ საქმე მართლა უამრავია და ბატონ ლევანის ამოწყებულ თემას და ვინც ამ თემას შეუერთდება, დამიჯერეთ ყველა გააკეთებს მამულიშვილურ საქმეს. ეს გნებავთ საქართველოში იყავი და გნებავთ ფარგლებს გარეთ. ბატონო ლევან, კიდე ესე მამინდა. ხო, ერთად ხოვნა მაქვს, აი ხა რომ მოისმენენ ამას, იცით, ხა კარგად მოისმინონ ეს და იქნებ რაღაცა დაწერონ, მოსაზრება, რეკომენდაცია, კომენტარებში დაწერეთ, მეგობრებო. ხო, აი რომ დაწერონ ან პირადშიც მომწერონ. ბატონ ლევანს გადაუგზავნეთ პირადში, კი ბატონო, ხო. კი, აი ხა მაგალითისთვის გეტყვით, ხა ჩვენ ბოდიში ხა ერთი დეტალი, ეს არის იგივე ემიგრანტებთან ურთიერთობა, სათვისტომოებთან ურთიერთობა. ჩვენ ხა ამ ანკეტირების სისტემა რო ვთქვით, თქვენს გარეშე ეს არ გამოვა. იგივე ნიუ-იორკის იმასთან ბატონ ნიკოლოზ ჩხეიძესთან ჩართვა ქონდა გაკეთებული, ბევრი რაღაცა გვითხრა, მან მოგვიყვა, იგივე იტალიის სათვისტომო, ბელორუსიის სათვისტომო, ყველასთან შევდივართ კონტაქტში, რომ სათვისტომოებიც ქვეყნის გაძლიერებისთვის გამოვიყენოთ და არა პოლიტიკური რაღაცები რო აქვს გამართული ემიგრანტ დადგებიან და მიტინგებზე ლაპარაკობენ ემიგრანტებზე. ერთი საქმე რო არ გაუკეთებია. აი მიტინგზე არის გადასაწყვეტი ეროვნული საკითხი. აი გამორიცხულია ეს თემა. ამიტომ ყველა თქვენთაგანი ეს არის ჩვენი სამშობლოს გაძლიერების პოტენციალი. აი ესე უნდა შევხედოთ ამას. და ესე შეხედოთ, წყენა ამოიგდეთ გულიდან სულ ყველამ. რა უამრავ წყენა აქვს, წასვლის მიზეზები და რაღაცა რო არ გავარკვიოთ. მე კარგად მესმის თქვენი რო არ მესმოდეს, ხო, შეიძლება ყველაზე მეტი გაღიზიანების და გაბრაზების და სამშობლოს რაღაცა უარყოფის საფუძველიც მქონდა უამრავი. 20 წელი დევნილობაში ვიყავი და ძებნაში და 1000 უბედურება გავიარეთ, რო არ მოყვე. ამოიგდეთ ეს გულიდან სულ ყველამ რა. სამშობლო ერთი გვაქვს და ამას ვერ შევცვლით. აი ესე უნდა მიუდგეთ და თქვენ კიდე ხართ ჩვენი პოტენციალი, რომ ქვეყანამ უნდა გამოგიყენოთ თქვენ თავისი, ესე იგი, ეროვნული ინტერესების გაძლიერებისთვის. გეხვევით სულ ყველას წარმატებებს გისურვებ და ღმერთის წყალობით და თქვენი შემწეობით ეს ეროვნული საქმე ერთად გავაკეთოთ. ბატონ ლევან, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და გემშვიდობებით, ხოლო დროებით მომავალ შეხვედრამდე და დრო და დრო ამ თემას დაუბრუნდეთ და გავშალოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. აბა ბედნიერად. ადლობა. რა ვიცი, გამოვიდა მე მგონი.